მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. სოლიდარობა მზიამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. ახალციხის ქალაქ ვალეში შიდა საუბნო გზები დაზიანებულია. რამდენიმე ქუჩაზე ასფალტი დაგებული არასდროს ყოფილა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ვალეში დღეს იმყოფებოდა, როგორც კადრებში ხედავთ, წვიმის დროს გზებზე ორმოულებში წყალი დგება და გადაადგილების პრობლემას ქმნის. იგეგმება თუ არა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია და როდის. თემაზე ვრცელ რეპორტაჟს მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. ახალციხეში კერძო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სააღმზრდელო პროცესი კვლავ შეჩერებულია. შემთხვევა 5 მაისს მოხდა, თუმცა საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია გარდაცვალების მიზეზი. სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს მოკვლევა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. რა მოხდა ბაღში და ვინ იცავს არასრულწლოვნების უსაფრთხოებას კერძო სააღმზრდელო დაწესებულებაში? ვრცელი მასალა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე tokTV.gr. ახალციხეში ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ზუკა ხუციშვილი და ბენდი 12,000 ლარად იმღერებენ. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ახალციხის მერიის ინფორმაციით ღონისძიება რაბათის ციხის ტერიტორიაზე 18 საათზე დაიწყება. რა პროფესიული გამოცდილება აქვს სამცხე-ჯავახეთის ახალ სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილს? სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის ადმინისტრაცია გელაშვილის ბიოგრაფიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გელაშვილი სხვადასხვა დროს დასაქმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში და ბაკურიანის განვითარების სააგენტოში. ზაალ გელაშვილი ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ 6 მაისს წარადგინა. დანიშვნისთანავე ჩვენი 3 თანამშრომელის ნომერი დაბლოკა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ გამბლოკა. პროფესიული გამოცდილება ვარ იურისტი, დამთავრებული მაქვს ივან ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი და მთელი ჩემი ცხოვრება იმის მერე მუშაობ იურისტად. ხანსად. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია აც უკვე ყოფილმა მერმა განაცხადა. მას გავრცელებულ განცხადებაში მიზეზი განმარტებული არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ რჩება ქართულ ოცნებაში. გარდა ამისა, 4 აპრილს თანამდებობიდან გადააყენეს და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრობა შეუჩერდა ბათუმის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს. გურჯაანში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით მამაკაცი პოლიციელია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პლატფორმა გურია ავრცელებს. შემთხვევა ღამით სოფელ ჩუმლაყის მიმდებარედ მოხდა. მედია პლატფორმის ცნობით მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს და შესაბამის მკურნალობას გადის. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. რა ვიცით დღეს ვოლოდიმერ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ხუთშაბათს თურქეთში უნდა გაიმართოს? გვესაუბრება ია მეურნიშვილი. გამარჯობა, მე ია მეურნიშვილი ვარ. დღეს არის 12 მაისი, საღამოს დაახლოებით 8:30 ვაშინგტონის დროით და მინდოდა ბოლო 48 საათის განმავლობაში უკრაინასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენის და რამდენიმე ძირითადი მოვლენის და განცხადების შეჯამება. დავიწყებ უშუალოდ შეჯამებით და გეტყვით იმას, რომ ხუთშაბათს 15 მაისს თურქეთში სავარაუდოდ სტამბოლში დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, რომელზეც სავარაუდოდ შესაძლოა ჩავიდეს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა არ ვიცით ჯერ ბოლომდე ეს შეხვედრა შედგება თუ არ შედგება, ჩავა თუ არა პუტინი და ჩავა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი. ასე რომ ეს არის ის, რაც ვიცით ამ ეტაპისთვის, მაგრამ სანამ აქამდე მივიდოდით, მანამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთის გამომწვევი იყოს. ერთი დავიწყებ იმით, რომ შაბათს კიევში ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები, რომლებიც შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკის და ამ ერთობლივი შეხვედრის დროს მათ დაურეკეს პრეზიდენტ ტრამპს. და პრეზიდენტ ტრამპს გააცნეს მათი
გეგმა, რომ რუსეთისთვის შეეთავაზებინათ ცეცხლის შეწყვეტა, მანამ სანამ დაიწყებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ტრამპმა ამაზე თანხმობა განაცხადა და გეგმას დათანხმდა ის. ამის შემდეგ ევროპელებმა რუსეთს გამოუცხადეს ერთგვარი ულტიმატუმი და უთხრეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოლოდინი ჰქონდათ მათ და პირობას თუ ამ ულტიმატუმს ვადა გაუვიდოდა დღეს ღამის 12 საათზე რუსეთის დროით. რუსეთმა უარი განაცხადა ცეცხლის შეწყვეტაზე, რა თქმა უნდა გააგრძელა დაბომბვა უკრაინის ქალაქების და ტერიტორიების. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა ის, რომ ის გამოვიდა ინიციატივით და თქვა, რომ მას ჰქონდა სურვილი, რომ ხუთშაბათს 15 მაისს უკრაინულ მხარეს შეხვედროდა, სადაც ისაუბრებდნენ არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე, არამედ ასევე მხარები განიხილავდნენ ომის გამომწვევი ძირითადი მიზეზ თუ საბაზისო მიზეზების აღმოფხრის საკითხს. და ამის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა განცხადება, მან ეს დაწერა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში და განცხადების შინაარსი ეს არ არის ზუსტი ციტირება, არის ერთგვარი პერიფრაზი ამისა, სადაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტს პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკრაინასთან. ამის ნაცვლად მას სურს ხუთშაბათს თურქეთში შეხვდეს მოლაპარაკებისთვის ზელენსკის, იმისთვის რომ გამოიკვეთოს ამ სისხლისღვრიის დასრულების სავარაუდო გზები. ამის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი წერს, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს ამ პირობას და დაუყოვნებლივ მას შეეწერა დიდი აშოებით და ის ამბობს, რომ უკრაინა ამას უნდა დათანხმდეს სულ მცირე იმის გამო, რომ გაიგოს არის თუ არა შესაძლებელი რუსეთთან შეთანხმების მიღწევა და თუ ვერ შედგა შეთანხმება, მაშინ ევროპელ ლიდერებსა და შეერთებულ შტატებს ექნება თუ ეწოდინება თუ სად ვართ ახლა და ამის შემდეგ ვიმოქმედებთ შესაბამისად და ეს განცხადება გრძელდება შემდეგ იმით, რომ უკვე შემაქვს ეჭვი იმაში უნდა თუ არა უკრაინას შეთანხმების გაფორმება პუტინთან და პუტინთან, რომელიც ძალიან დაკავებულია ახლა იზეიმოს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება, რომლის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე და შეუძლებელი კი არა ახლოსაც ვერ იქნებოდა ეს გამარჯვებასთანო და საბოლოო ჯამში პრეზიდენტი ტრამპი ასევე დიდი აშოებით და სამი ძახილის ნიშანით ამთავრებს ამ განცხადებას და ამბობს გამართეთ შეხვედრა ახლავე. ეს იყო გუშინ გაკეთებული განცხადება, ამის შემდეგ პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა და თქვა, რომ ის მზად არის წავიდეს თურქეთში ხუთშაბათს და თქვა, რომ ის პუტინს დაელოდება სტამბოლში და იმედი აქვს თუ იმედს იტოვებს, რომ პუტინი ამ შეხვედრას თავიდან არ აიცილებს. ახლა ვართ აქ, კრემლისგან ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გვაქვს იმაზე, დაესწრება თუ წავა თუ არა თავად პუტინი საკუთარი ინიციატივით დაწყებულ თუ საკუთარი ინიციატივის აღსასრულებლად, რადგან ეს იყო მისი იდეა, რომ მომხდარიყო ეს შეხვედრა ორ პრეზიდენტ შორის. ამ ყველაფერს ფონად დაემატა ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს თეთრსახლში გამოსვლის დროს ამ თემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დიდი მოლოდინები აქვს მას ხუთშაბათს დაგეგმილი შეხვედრიდან, რომ მან ვიზიტის განმავლობაში შესაძლოა გამონახოს დრო და შეიაროს თურქეთში ამ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად და ესე საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებდა მანამდე მომხდარი მოვლენების მიუხედავად უყურებდა ამ შეხვედრას. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ შეხვედრა შედგება თუ არ შედგება, პრეზიდენტი ტრამპი ჩავა თუ არ ჩავა თურქეთში ამისთვის, თუმცა თეთრი სახლისგან მოლოდინი იმისა, რომ შეხვედრა შედგება ძალიან მკაფიოა. ჩემი აზრით ეს იყო ერთგვარი ზეწოლას ძალიან ნაკლებად იჩენს პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის მიმართ, მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ რაც პუტინმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე, ასევე კრემლისგან სხვადასხვა წყაროებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ თითქოს პუტინი არ აპირებს შეხვედრაში მონაწილეობას. ამის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან იმის თქმა, რომ მას დიდი მოლოდინი აქვს ამ შეხვედრიდან, სავარაუდოდ არის რაღაცა ფორმის ზეწოლა. ყოველ შემთხვევაში მე ასე მესმის პუტინზე, რომ ის ჩავიდეს და ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.
როგორც გითხარით, ულტიმატუმი, რომელიც ევროპელებმა წაუყენეს რუსეთს, ამოიწურა ღამით, ღამის 12 საათზე. სანამ ეს მოხდებოდა 2 საათით ადრე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ გერმანია მასობრივ სანქციებს დაუწესებს, სანქციების ტალღას დაუწესებს რუსეთს. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რას ნიშნავს კონკრეტულად ეს. სავარაუდოდ ეს შეიძლება არ იყოს ევროკავშირის სანქციები, იყოს ინდივიდუალური ევროპული ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები. თუმცა ასევე მანამდე გაკეთდა განცხადება, რომ ევროკავშირს შეუძლია აქვს იმისი მექანიზმი, რომ მონახოს რაღაცა ფორმით გზა იმისთვის, რომ მაგალითად უნგრეთის ან სლოვაკეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის თანხმობა არ იყოს საჭირო იმისთვის, რომ სანქციები დაუწესდეს რუსეთის ეკონომიკური ბლოკისგან. კიდე ერთი, რასაც ვიტყოდი, არის ის, რომ ორი უпростоრად თემა, რასაც დავამატებდი, არის ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან რამდენიმე ბევრი ევროპული ქვეყანა გამოვიდა და მათ მოუწოდეს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე. ერთი ხაზგასასმელი ალბათ არის ესპანეთი, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც განაცხადა, რომ რუსეთი უნდა დათანხმდეს ამას და მეორე არის იტალია, რომლის დიპლომატიურმა უწყებამაც თქვა, რომ ისინი სრულად ეთანხმებიან შეერთებული შტატების პოლიტიკას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და რომ ისინი მიესალმებიან იმას, რომ მხარეები მზად არიან შესახვედრად. და კიდევ ეს მეორე თემა არის ის, რომ გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ის იარაღი, რომელსაც ამ დღის შემდეგ მიაწოდებს უკრაინას, არ იქნება გამოცხადებული წინასწარ. ეს არის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე უკრაინისთვის გაგზავნილი შეიარაღების ტიპი ყოველთვის იყო ცნობილი, შეერთებული შტატებიდან დაწყებული სხვა ქვეყნებით დამთავრებული, რომ ყველა მიცოდა რა სახის იარაღს უგზავნიდნენ ისინი უკრაინას, თუმცა გერმანიამ ახლა თქვა, რომ ეს არ იქნება გასაჯაროებული ინფორმაცია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გადახვევა იმ პოლიტიკიდან, რაც აქამდე ჰქონდა. სულ ეს იყო დღეს, რისი თქმა შემეძლო ამ შეჯამების ფორმით. როგორც ყოველთვის უნდა დავალოდოთ და ვნახოთ რა მოხდება. ხუთშაბათი ეს კვირა ზოგადად დიდი კვირა იქნება. უნდა დავალოდოთ და ვნახოთ რა მოხდება ხუთშაბათს, ან თუნდაც მანამდე როგორ განვითარდება მოვლენები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დანარჩენი მოგვიანებით. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.